დღეს გადავწყვეტე ფირმა იტალიას პასტა მომემზადებინა პესტოთი, ოღონდ დამატებით ჩემი საიდუმლო პესტოს რეცეპტიც უნდა გაგიზიაროთ. სანამ ქვაბში წყალი დუღდება, ჩვენ მოვამზადოთ ქართული პესტო. შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, შედის ტარხუნა, ნიგოზი, მწვანე ხახვი, ნიორი და შებოლილი სულგუნი. წარმოიდგინეთ რა არომატები დატრიალდა ჩემს სამზარეულოში. მასას ვუმატებთ ზეითუნის ზეთს და კარგად ვაბლენდერებთ. ადუღებულ წყალში მოვათავსოთ ფირმა იტალიას პესტოს პასტა. სრულ ძალბამდე დაგჭირდება 7-დან 10 წუთამდე. რაც სავსებით საკმარისი იქნება ჩვენი ქართული პესტოს მოსამზადებლად. ვაბლენდერებთ კარგად კრემოვანი სტრუქტურის მიღებამდე. სიტყვებით არ შემიძლია აღწერო რა საოცარი სურნელი და არომატი დატრიალდა ჩემს სამზარეულოში. ჩვენი პესტოს პასტა მზად არის, გადმოვიღოთ თეფშზე და დავუმატოთ ქართული ტარხუნისა და ნიგოზის არომატებით გაჯერებული პესტო. და რადგან პესტოს შებოლილი ყველით ვამზადებთ, შეგიძლიათ ზემოდან მოახერხოთ შებოლილი ყველის ფირფიტები. უბრალოდ წარმოუდგენლად გემრიელია, მერწმუნეთ.